მოგესალმებით ძირფასო სტუმრებო, მოგესალმებით ძირფასო ქალბატონებო და ბატონებო. რუსთავი ორი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და სახალისო შოუს გააცინე და მოიგე. თუ თქვენ გაქვთ სურვილი რომ აი ამ ლამაზ სცენაზე აღმოჩნდეთ ჩვენი პატრიცემული ჟიური გააცინოთ, ამისთვის სამი გზა არსებობს. პირველი ის რომ უნდა მოგზაუროთ ჩვენს Facebook მისამართზე, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ. მეორე ის რომ მობრძანდეთ ჩვენს მისამართზე სანდროეულის ხუთია და მესამე ის რომ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე, რომელიც ასევე ახლა ეკრანზე გამოჩნდა. გთხოვთ მივესალმოთ პატრიცემულ ჟიურის ბატონი ალეკო მალხაზიშვილი და ნიკოლოზ ზარაბიძე. მობრძანდით ბიჭებო. რაშუები დავით? დავითი არის ჩემი სახელი პატრიცემული მეგობრებო, რომელსაც მალაუდი ამდენი ხანი ყველას ვახო ეგონა რომ ერქვა, მაგრამ სიმართლეს დღეს ალეკომ ახადა ფარდა და ჩემი სახელი არის დავითი. აპლოდისმენტები მეგობრებო. პასპორტი. დაიგავთ გამიადგილი. ძირფასო ჟიურის წევრებო. გამოვაღოთ სეიფი ტრადიციულად შევამოწმოთ არის თუ არა თანხა. არის თანხა. ძალიან კარგი და თქვათ სანამ გადაცემას დავიწყებთ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია ავეჯის სახლი პანცილიონი ჭკვიანი ავეჯი ჩემო მეგობრებო, ესეთი კარგი ამბავი გვაქვს და სტუმრების რომლებიც ჩვენთან მოდიან სხვათა შორის და გააცინე და მოიგე წარმოგიდგენ ჭკვიანი სტუმრები. ხო, გააცინე და მოიგე ჭკვიანი სტუმრები პანცილიონის ოთახიდან გამოდიან. აი ამაშია საქმე. ბილი ჟიური. ასევე წესები გვაქვს კიდევ, რომელიც მოთამაშეებს ასე თუ ისე აუხსნი და შევახსენებ, რომ გაწითლების მაგივრად თუ გამწვანდა, რა ხდება აქ, რატომ წვანდება. არის ვერსია, რომ ღვიძლის ხდება და იმიტომ წვანდება აქაურობა. არის ის, რომ ჩემმა პარტნიორმა პანცილიონმა გაამწვანა და მისცა შანსი კიდევ ერთი, ან გააგრძელოს თამაში, ან თანხა აიღოს. დავიწყოთ მოკლედ თამაში და პირველი პანცილიონის ოთახში ილია ბერიძე ემზადება ჩვენთან სათამაშოდ. მივესალმებით. ნამდვილად მაგენზე ოცნებობდი რომ მაგენის შემხდარებიდან და მაგის აუცილებლად გავაცინო. ძალიან არაფერი შესაძლებელი მათ არ არის. გამარჯობა ბატონო ილია. როგორ ზანდებ? სინქრონიკო და მე და ალეკოს. მე რომ გეტყვი მაშინ ჩაკ. კი ბატონო. ხო. ჯერ გავისაუბროთ ბატონო ილია, რა ხდება გოგულეთში? როგორ და სეზონი ხوارი კარგად მიდის. მთელი იმით რა ქვია, დატვირთვით ამუშავდება ეხლა ცოტა. აი ახლა რა ფასებია ბატონო ილია, კოიკა რა ღირს? კოიკა. გაჩნია რა ფერიჯიბე აქვს. იწყება 11-დან, 50-დან, 1000-დან, 2000-დან, 10000-დან. რა 10000 კოიკა კაცო? აბა. რასამ? რა კოიკა? 50000. 10000 თუ გადავიხადე, რა დაბაწვეს იმ კოიკაზე? მართლა ეგრეა 10000 ღირს? ჰადა. ეგ ეთყობა 10 წლით, თორე აბა ახლა. არა, არის ადგილები. ჯიბას გააჩნია რა, პრობლემა არა, მოგაწყობთ. 11-დან დაიწყება წავა ზედ. როგორც გინდა ის. პრობლემა არა. ანუ ყველა ნაირი ფასია რა. და თქვენი კოიკა რა არის, თქვენ რაზეც გძინავთ? რა რამდენი ფასიანია? ხო. ჩემი ორი მანეთი. ორმანეთიანი. ხო. ანუ რო ჩამოვიდა ძალიან კარგი ორმანეთად რომ ბატონო გოიკა. ილია გოგულეთთან როგორც ერთი ჩემი მეგობარი იყო და ვისაც არ უყვარს ილია. ჩავიდეს გადახტილია. მოიგოს გადახტილია. ესე შეიძლება. მოიგოს გადახტილი. რა მოგვიმზადეთ აბა ბატონო? მოგიმზადე? დევიწყო? მაგრამ არ ჩავდო ჯერ არა. ჯერ არ თქვენ რომ მეტყვით მე მაშინ ჩავდო. ხო შევთანხმდით ამას. აი აქ არის 1 კილო ოქრო რომ გქონდეს, რა სიზამდითო და კბილებს ჩავისვამდი. ხო, ნამდვილად. ოქროს კბილებს თუ უბრალოდ ოქროს, აბა რა თმინდა სხვა ახლა ბრინჯაო და იგი რა თმინდა. ო ვერცხლი არის რბილი აი მარტო უნდა გადახვიდე და მე ის ფაფები უნდა ჭამ. ახლა მის მიერ ყურადღებით არ გაფანდოთ, არ გაფრინდეთ იმაში გავაის კუნძულებს. პატრიცემული ჟიური ყურადღებით იყავით, მე როცა მეტყვის მაშინ უნდა ჩავთო დრო. კაიდით სალამ საჭარიდან ყველას გიზღვნით აქანას და კიდე ვინც ტელევიზიის მიყურებს იქანაც. ჩემი ანეკდოტები ძირითადად მიეკუთვნება ქართულ დიალექტიკას, ქართულ სიტყვერ გამოთქმებს, კუთხურ სიტყვებს ხმარებას. ასე მაგალითად, ქედის რაიონის მაცხოვრებლები ასე ხო არის ქართულ ენაში, რომელიც არის ქართულ ენაში არ ხმარობენ. ასე მაგალითად ჩვენ ვამბობთ პური, ეგენი ამბობენ პუი, 40, ეგენი ამბობენ 40. გამარჯობა, ეგენი ამბობენ გამარჯობა. ხო და ახლა ჩართი. ჰაჭარელი ჩასახლა გურიაში. გურულმა უყურა 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, 1 წელი და ბოლოს ვეღარ მოიწმენა და უთხრა: "ძმა, 1 წელი აქ ცხოვრობდა რუს, რატომ არ ხმარობო?" "ჩვენ 1 წელი კიდე მაცალე რუსსაც ვიხმარ და გურულსაც."
გურული ბავშვი მივიდა პირველ კლასში და მასწავლებელი ეკითხება. აბა ბავშვო, ვინ იცის ლექსი? ადგა ბავშვი და მოსს. მე ვიციო, ბაბუაჩემ მასწავლაო. აბა მოყევიო. სადაც შობილ ვარ, გავძილ ვარ, დამისროლია ლაკადგა, ღმერთს მაყვალა ქართველ ხალხს გაბაშოროს თოხი, კირკა და ლაფატკა. ალეგოსაც გაერგიმა ბატონ ნიკოლოსაც ეს ლექსი 100-ჯერ ხო 1000-ჯერ ხო გამიგონება ამნაირი არა კი ბატონო ძელის რო ჩასმო ღმერთო შენ მოაშორე ქართულ ხალხს და დანახო თოხი მანდალავატკა მერცავ ხო კარგად ამყოფე ბავშვობაში მაგ გაგონილი ის თქვენ გადაკეთებული გავს. ისიც ხო არა ეს ლექსი მერცავ ხო კარგად ამყოფე ჩვენი არა და ეცეთი ლექსიც არის კი აი გაგონილი 50 ლარი გაქვთ ბატონო ილია ხო რაც არ გვაქვს გაგონილი გაქვთ ისე რაც არა გვაქვს გაგონილი ცენი წავიკი ბოლოს მინდა ვთქვა იმით ბოლოს ანუ რამდენის მოგებას აპირებთ ახლა აი ჩარტი ახლა არ ვიცი მერცი 50 ლარი გაქვთ უკვე ხო მიცი ხო 3 2 1 ხულველი ბავშვი ვიდა სახშა თავის მას ეუბნება მამი ხვალე სკოლაში გიბარებენ შო კიდევ რა დააშავე ამ პერიოდში მიხვალ სკოლაში და გეწყიანო მეორე დღეს მინდა მამა თავის შვილთან ერთად სკოლაში და მასწავლებელი ეკითხება პატისეულო მასწავლებელო რა დააშავა ჩემმა შვილმა ასეთი რომ დამიბარეთო სკოლაშიო თქვენმა შვილმა სიგარეტი მოწიაო ეჯო ამ ბლახს უყურეო შენ ბლაღო სიგარეტი ფარას რომ ხარჯავო კრავატის պես ერთი ჩამადანი თუთუნი მაგ იმა ვერ მოწევო დამთავრდა ბატონო გურული რეცხას აპაროჟეს დინარეში ამ დროს მივიდა ივანიშვილი თავის ახალი მანქანით ვოლგით 21-ით ივანიშვილმა შეხედა რა იყო ძმა რა მოხდა რას მიყურებ მასეთ იყო შენ მანქანა შეგეურება გადაკეთებული განეკდოდები და ივანიშვილი 21-ით მივიდა გურულთან სულ თო ანეკდოტი ახლა 100 ლარი ბატონო ილია 100 ლარი ვოლგი აი აგიციცი ხო 21 24 დაწამება შეგვიძლია პირდაპირ ახლა შეწყვიტოთ და აგვართვათ ეს 100 ლარი არა აი უნდა ვთქვა ისე შეგიძლიათ არა აი უნდა როის ვთქვა გარეშე არა კაცო აი უნდა ვთქვა ანუ აგძელებთ ხო თამაშს ვაგძელი თუ წავაგე ის ანეკდოტი არ დაგიმთავრებიათ ის ივანიშვილზე და ის ასე ხوارდება აიცო მაგხელა იყო მაგრამ ეცხვაში დამატარავდაო ხო ამაშია საკ ხო გავაგზელო თამაში ბატონო არა ჯერ ილია შესავალს გავაკეთე დიახ არა ფარგეიცინებ კარგად იყავს მაშინ კი ბატონო არ ჩავთოდი არ ჩავთოთ ორი ხულველი ხასანა და ხუსენა ჩამოვიდა კარტოფილის გასაყიდად ბათუმში მოგეხსენებათ ვისაც ახსოვს ბაზრის წინ გადიოდა რკინიგზა ამ დროს ხულველმა გაყიდეს კარტოფილი ხო და ცოტა დალიეს ღვინო მერე ცოტა კიდევ დოუმატეს ცოტა კიდევ დოუმატეს ხო და აქედან ქედათრენ ბაზრიდან გამოვიდა ხო და ჩამოვიდნენ რკინიგზაზე ქეჩაეზინათ მატარებელი მოდის აძლევს იგნას ამ ხუსენამ წამოდგა და გაიქცა ხასანამ ვერ გაიგიძა და მატარებელმა დაეჯახა ახლა ჩარტი დაეჯახა ხასანას და მოკლა მოვარდა მილიცია რაშია საგა ვინ არის ამის პატრონია ხუსენა უპასუხა მე ვარ მაგისი პატრონიო ხო და ეხლა რომ ცხედარი უცაბე და თავის ოჯახში მივყანთო კიდე მეორე ცხედარი იქნებაო ამიტომ თქვენ მიდით პირველად და შორიდან უთხარით ყველაფერიო მე ვარ და პირველად ეს ხუსენა მის ოჯახში და უძახის ხასანამ გამოიხედა მის მაცოლმა და ეუბნება ხასანა სად არისო ხასანა ბათუმშია წევი და კარტოფილის გასაკეთდა და ეხლა ერთ საათში მოვა ჩან ფეხას მოვა მატარებელმა დიეჯახა და მოკლაო ახლა რა დამჩაკა გურული დედაბერი ჩავიდა თავის შვილთან სტუმრად და გადაკვეთა მინიშნების ადგილზე ქუჩა ხო და მილიცია აჩერეს არ გადახვიდეთ მამ ქუჩაზეო არ შეიძლება მინიშნების გარეშეო არა ნენა ბატონო ილია სამწუხარო დრო ამოიწურა თქვენ ვერ მოიგეთ დღევანდელ გადაცემაში თანხა, მაგრამ გული არ მინდა დაგვიწყოთ ძალიან საინტერესო მოთამაშე იყავით და ჩვენი პარტნიორისგან, პანცილიონისგან განმოგცემთ ფას და კლების ბარათს, ჩემო მეგობარო. დიდი მადლობა რომ წარმატებებს ვსურვებთ. კარგად გრძანდებოდეთ. შემდეგ განმოგცემენ ამ ბარათს იქით კულისებში. კულისებში. ტექნიკა განმოგცემენ კულისებში. ბარათს გავაცილოთ აპლოდისმენტები თუ შეიძლება. ბატონო ილია
ჩვენ კი გავაგზავნოთ თამაში და მანცელეონის ოთახში თეა ბარდაძე ემზადება. ფიქრობ შევძლებ, იმიტომ რომ დახვეწილი იუმორი მაქვს ჩემი აზრით. ფიქრობ 1000 ლარს და შესაძლებელია მეცაც. იძულებით დიასახლის ვიზარდები. დიახ. თუმცა უმაღლესი განათლება გააქვთ. დიახ. არაერთი ორი. კარგია რომ უმაღლესი განათლება გაქვთ, თუმცა იძულებით რომ დიასახლის ვიზარდებით ეს თვლად კარგი არ არის. რომელ ცხოველთან ან ფრინველთან გაიგივებდით თქვენს თავს? ლომთან, ხო? ლომთან. ლომთან რატომ ან ჰოროსკოპითაც ლომი ხართ თუ? არა. უბრალოდ ძლიერი მიყვარს. რა ვიცი. და რატომ გონიათ რომ ქალწული არ არის ძლიერი ეს გენდერული თანასწორობა დავიცვათ? ქალწული არ ვარ, თხის რქა ვარ. თქვენ თვითონ? ჰოროსკოპით, კი ბატონო. თხის ხაც ძლიერია. ის უკვე ძლიერია. კი, რომ ყოველ შემთხვევაში თხის თხარ ეს რქა ძლიერია, რაც ძლიერი. ესე ვიცი. არა მეტყობას არ გიყვართ ეს ყანწები და ეს. არანაირად ცხოვრებაში. კარგით. გვეტყვით რამეს თუ დავემშვიდობოთ ერთმანეთს? რა ვიცი, როგორ გგნებავთ? ნახვამდის. გაბატონთია, თუ იმზად ხარ, შეგვიძლია ჩავართოთ დრო და ვითამაშოთ, დავიწყოთ თამაში. კი ბატონო. საინტერესო რაღაცები მოგვიმზადეთ დღევანდელი დღისთვის. რა ვიცი, ფიქრობ. კი ბატონო, პატრიცემუჟიური. იმედია. მოემზადეთ, ძვირფასო მეგობრებო, ერთი კარგი აპლოდისმენტები მიუძღვნათ ამ ადამიანს. 3 2 1 წლის საუკეთესო ადამიანად ზოგიერთებს რომ ასახელებ დაირჩევთ არაბიძეს ვერ ხედავთ თავზე ფეხებს რომ აბიჯებ და მიდი მოდიხართ კაცი გეხოცებათ ოღონდ გამაცინე და ფულს მოგცემთო და განამარტო ფულს მაგისი კეთილი გული რომ ვიცი ფულსაც მოგცემთ მზითევსაც ქორწილშიც გამოგყვებათ სიძე და თქვენი მომავალი შვილების მამაც კი გახდება ამ საქმეში მაგარი კეთილია რა კეთილი ყოფილი ხარ მიკა, ჰა? მიკა, აბიჯო გული მე რა გამაცინებ ტირილი ასე თუ ყო ასეთი კაცი თუ ყოფილიყო ნახდა დავიცო. ჯერ ადრეა. და დავალებო. რაღაცა გიზის გვერდით. ხო, არა. და ესეთი კიდე არ არა, ეს მოგბასე. ხუმრობა იყო, კაც. ხუმრობა, მაგ ხუმრობაზე გამეცინა. ანუ არ არის ეგეთი. 50 ლარი მოიგო ამ ხუმრობა მინდა თქვა ნუ ხუმრობა ხო რეალური ხომ არ არის იმიტომაც აბა რა გატირებდა ნიკა რეალური բայց ხო უცებ აღიქვამ რომ რეალური ეს ყველაფერი 50 ლარი გაქვთ ხალბატონ თიო ვაგზელებ თამაშს რასაკვირველია რასაკვირველია 3 2 1 მოკლედ ამ საქმეში მაგარი კეთილია თქმაც არ უნდა ეგრევე გადადის საქმეზე მაგრამ ვინა მისი საქმის დამფასებელი აბა შეხედეთ როგორი მიმზიდველია როგორი სექსბომბა როგორი არადარბაისელი დარბაისლური მზერით კარგი როგორი ნასვამნაჭამი ფერხორციანი კარგი თამადა მოკეიფე მომღერალ მოცეკვავე ამასთანავე მაგარი მოჩხუბარი მაგარი გამტყმელი მტყმელი და ყოჩი შემდეგი ნაირ როგორც იცით საქართველო განებივრებულია ნაირ ლტოლვილებით მაგრამ არავინ იცის არაბეთიდან ლტოლვილი ერთი საწყალი არაბი კაცის ისტორია ეს ჩვენი ნიკა არაბიძია არაბი შეიძების უმეტესი მაგარი ფრაზა განებივრებული ვართ 100 ლარი მიულოცოთ მეგობრებო აპლოდისმენტები აბატონთი ხო რა იგებთ ახალს არა არა აგზელებთ რა თქმა უნდა ამოთ მოიგეთ 1000 ლარამდე ახვიდეთ რა ვიცი ფიქრობ მე გული არ დაგწდებათ თუ ვერ მოიგე არა არ დამწყდება ნუ 100 ლარზე არ დაგწდება არა მაშინ 200 იმიტომ რომ აი შემდეგი ძალიან კარგებია მომავალი ერი ალბათ შენზია ანუ არაბიძეზე ცუდი იყო არა ეს არ დამთავრებია ჯერ კარგი გავაგზავნე კარგი ხალბატონთი გავაგზავნოთ ესე იგი თამაში ყურადღებით შეული ყურადღებით 3 2 1 არაბის შეიხების უმეტესობა მისი ალალი ბიძები არიან ეს არაბეთის პრინცი უნდა ყოფილიყო მაგრამ რომ ნახეს სიცილკისკისის და ტაშფანდურის მეტი არაფერი აინტერესებდა კრეს წიხლი შენი ადგილი ცირკში ავდა ასე მოხდა ჩვენს ცირკ საქართველოში თავისუფალ და უშტატო ხუმარად და თავისი ნიჭის წყალობით მიაღწია უმაღლეს თანამდებობას დღეს ის გადაცემა გააცინა და მოიგეს შეფი ბოსი და ბოზი მაფიოზია ტაში მეგობრებო ტაში მომღერალი რომ არის შაკირა ამისი ბიძაშვილია ისე ხომ გვანან ერთმანეთს რაღაცით ტანით უგავთ რამე
არა მგონია. მხოლოდ ტუჭკბილით და ღიმილით, იმასაც 36 კბილი აქვს და ამასაც. ისე რაღა შაკირა მოიწვიეს კბილების რეკლამაში, არაბიძე აქ არისო. მოკლედ, არაბული წესების თანახმად არაბიძეს ცოლად უნდა მოეყვანა შაკირა, მაგრამ არაბიძე გაიბოტა. აქ ლემივით მემაქაზე დამქორწინებელი არ ვარო. ბევრი იტირა შაკირა, ერთ დროს შავებიც კი ჩაიცვა. მაგრამ მამაო, შაკირა დღესაც ეხვეწება, უღუნცელად წამიყვანეო, მაგრამ არაბიძეს ეშინია, რად მინდა ექალი, სიქას გამაძრობს, გამაძვალტყავებს და მომკლავსო. მოკლედ შენზე არის აწყობილი მთლიანი პროგრამა. კი ბატონო. იმედია ჩვენ გადაცემას პიკე არ უყურებს. NFC ეგ დღეს ბატონო პიკე ნიკოლას. პიკე ხო არა მე ეს მანე ჩვენ რაჭა 100 ლარი ქონდა და 200 ლარი მოიგო უკვე ხალბატონმა თეამ. დამატებით დრო აღარ გაქვთ უბრალოდ ხალბატონმა თეამ. 200 ლარის დაკარგვა დამატებითი დრო აღარა მაქვს. გამოიყო რომ ნიკოლას გაეცინა. და დამატება არც შეიძლება. იმიტომ რომ შემდეგი უფრო დრო და არც ანუ აქ ძელებ თამაში თუ წვეთ. არა უარა იღებ 200 ლარს. თეა იქნებ დაფიქრდეთ, იმიტომ რომ ასე მოძდით ხოლმე, ანუ არა, მაგაზელებთან. იცით რა, დასაკარგი არაფერია, უბრალოდ როგორ არ არის, შეიძლება 200 ლარი? ვიხუმრო. არა 200 ლარი არის დასაკარგი. არაფერი. მე როცა ჩემი თავის იმედი მაქვს, შეიძლება უფრო მეტი გავაკეთო და თუ არა და არც მაგაზე ვიდარდებ, ვიდარდებ. კი ბატონო. კი ბატონო, გადაწყვეტილება მიღებულია. კარგი. ნება თქვენია. გავაგზავნოთ თამაში მაშინ. გავაგრძელოთ. ყურადღებით. მიმართვა 3 2 1 მიმართვა ქართულ მამაკაცებს. კაცებო, თუ გინდათ რომ მიყვეთ ლამაზები, მიმზიდველები, პოპულარულები, დარბაისლები და ჯენტლმენები, ნიკა არაბიძესავით, მიბაძეთ მას რუსთავი ორისა და სახელმწიფო ქონების განიავება გაფლანგვაში. და შემდეგი რუბრიკა. რუბრიკა მე ვამაყობ ჩემი წინაპრებით. ჩემი წინაპარი იყო ჭკვიანი, დარბაისელი და ძალიან მდიდარი. ვის არ ქონდა მისი ვალი, არაბრიძის წინაპრიდან დაწყებული ივანიშვილის წინაპრით დამთავრებული. ამის გამო ჩემი წინაპარი ხშირად ღრანჭებს უღრეცავდა თავის მევალეებს. მე დიდად ვაფასებ ჩემს წინაპარს და სიტყვას ვდებ, რომ დავიწყებ ვალების დაბრუნებას ქვედა ეშელონებიდან და ავალ ზედა ეშელონებზე. და თუ ჩემი წინაპრის ვალს არაბიძის შთამომავალი დღეს აქვე თქვენს წინაშე არ გადამიხდის. პირობას ვდებ, ღრანჭებს მარტო კი არ მოუღრეცავ, არამედ მოვტეხავ და დავაინვალიდებ. მორჩამით. კარგით, ნუ, მეტი აღარ არის. სამწუხაროდ გაბატონდია დრო ამოიწურა, მაგრამ ავეჯის სახლი პანსიონი განმოგცემთ ფასდაკლების ვაუჩერს, ეკოლოგიურად სუფთა ჰიპოალერგიული მატრასები, ლატექსირებული ქოქოსის ქერქით და აღსორობის ეფექტით. აი ესეთი ჩვენიერი ფასდაკლების ბარათი ჩვენი გადაცემისგან და წარმატებებით და ბევრი ამოგისმენდები ჩვენი მეგობრებისგან. გავაგზავნოთ თამაში და ძალიან საინტერესო სტუმრები ემზადებიან ჩვენთან სათამაშოდ. დუეტი უცნაური მივესალმოთ გიორგი კოკაია და ნიკა გვარამია, არც მეტი არც ნაკლები. დიახ, ვიყურებთ ხშირად, საკმაოდ ხშირად. მოგწონს და რაც თავარია, აი ერთადერთი პრინციპის გამო გამოვდივართ, რომ აი მხოლოდ ის ვაკეთებ, რისთვისაც მოვედი და რაც გვაქვს დასახული. ნუ იმედი გვაქვს, რომ ნიკას უფრო გაეცი. ასე გონია, რომ ნიკას უფრო გაეცინება ვიდრე ალეკოს. რა შეეხება ნომრებს, უფრო მინიატურებით ვართ წარდგენილი დღეს თქვენ ფინალში. პირველი შეეხება ჩვენთვის ესეთი ნაცნობი სახელი გიორგი კოკაირონელი. გაიხარეთ. ბატონო ნიკა. ბატონო ნიკა. რაშია საქმე? თუ გნებავ თქვენ დავძანდით და მე გამოვალ და იქნებ გაგაციო. ფოთინამზანდები ფოთიშადან. კი ბატონო. რა ხდება ფოთიშაში? არიან, ახლა წვამთ ხავს რა ახლა. ჭაჭია როგორ არის? კარგად ხო არის? ხო, ესე იგი ფოთიდან სუდუეტები მოდიან. კი, კი. აღნიშნოთ. ვიდრე მარტო არ უშვებენ. რა საქმეა თუ? 17 წელი ჯერ წამოს. სკოლა და მასანკანი. ხო, მაგითო. ძალიან კარგი ბიჭები. იმედია კარგი ხუმრობები გაქვთ ბიჭებო და ძალიან მოეწონება ჩვენ ჟიურისა და შესაბამისად თანხასაც მოიგებთ კაცო, ახლა ესე კი არ გაგიშვებთ აქედან. ახლა გამოგივლიათ. ახალი ხუმრობები გაქვთ თუ მასანკანზე გატანილი ხუმრობები? არა რა, ახალიც არის. ახალიც არის და ჩვენი მასანკანის ფოჩიში და ჩემპიონატში დასტარდებოდა. ანუ ჩვენ რო არ ვიცით. კარგი, დავიწყოთ ესე იგი. საინტერესო. კი ბატონო, შესავალი გავაკეთოთ და დავიწყოთ მე. მოდი ესეთი რუბრიკა ვნახოთ. ფოთის ავადმყოფოში პაციენტისთვის შემთხვევით ჩაყოლილი ნივთების სია. ჩავთო. ჩართული უთო, საქართველოს ლატვიის თამაშის ბილეთი, გამართული უთო, მადონას სერვიზი, ნახშირის უთო,
კენედის მკვლელი, ლომისთან არსებული პაროდიის თეატრი, ვესტელის უთო, საგარაჟი ფართი, თვითონ ექიმი, ვინც პაციენტი გაკვეთა პრაქტიკანტი, ვინც პაციენტის გაკვეთას დაესწრო და თვითონ. მოდი ვნახოთ ესეთი სიტუაცია მარტოსული ბავშვი. ჯეირანი. მოდი ვნახოთ ჩვენი შემდეგი სიტუაცია მზარეულის საქმეს იძიება. ჩაუთავოთ. დაეგიმა ნიკას. ის გაეღიმა. ნიკას. რატო მეღიმება მე? რატო გეღიმება არ ვიცი. ალბათ მოგწონს და იმიტომ. 50 ლარი გაქვთ ბიჭებო. მიდით მაშინ გაი. მოიცა შეიძლება შეწყვიტონ თამაში. ვაგზელებთ. ყურადღებით მეგობრებო, ჟიურის წევრებო, აღარ გაგიღიმოს ნიკოლოს. 3 2 1. მოდი ვნახოთ ესეთი სიტუაცია ძველი ბიჭი, რომელსაც თავისი ძველი ბიჭობა არ ყოფნის. ხვალ ბიჭო, დღის 12 საათზე ფული აქ უნდა იყოს. არ მაინტერესებს, საიდანაც გინდა და როგორც გინდა ფული უნდა მოიტანო. გაიგე ბიჭო? კი, რამდენი? რამდენი საშუალებაც გექნება, ლარი 2 ლარი უკეთ. მოდი ვნახოთ ესეთი სიტუაცია, დეტექტივები იკვლევენ მზარეულის სიკვდილს. შეფ, გვამი ჯერ კიდევ ცხელია, მგონი ახალი მკვდარია. იქნებ ძველია და შეათბეს. მოდი ვნახოთ სკლეროზიანი, მაგრამ მოხერხებული კაცი. რომელი ვარ? გიორგი. გიორგი. ფოთის საავადმყოფოში ძლიერი ნათურები დააყენეს. პაციენტი თავიდანვე რომ მიეჩვიოს ნათელს. მოდით ვნახოთ ფრაზები ქერაგოგოებზე. ქერაგოგოები ვერ იტანენ შაჰაბას. ტიპი შემოვიდა კახეთში და ვენახი გააოხრა. რა იყო, მტერი ხარ? ქერაგოგოებით აზრით ყველაზე საცოდავი წყვილი ზეზვა და მზია იყო. აზრზე ხარ ისინი მარტო თავები იყვნენ. ქერაგოგოებს არ ჯერათ რომ გალაქტიონმა თავი მოიკლა. რა თავი მოიკლა, გადავაბჯერ რითმაში სარჯდება. ქერაგოგოებს უტყდებათ რომ ჩაკრული კოსმოსში გაუსვეს. რა იყო, ჩვენ არ გვინდა? მოისაოცრება. ბანცილიონი გამწვანდა ჩვენი, ბანცილიონის ფერებში გამწვანდა ჩვენი სცენა, მეგობრებო. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მოგებული თანხა, რომელიც შეგიძლიათ წაიღოთ პირდაპირ ან გავაგრძელოთ თამაში. შანსი გაქვთ მოკლედ, მოგცემთ ჩვენმა პარტნიორმა ესეთი არაჩვეულებრივი შანსი. გამწვანა სცენა. ეხლა გადაწყვეტილებას მიიღებენ და ნუ ჩემი რჩევა იქნება თუ უკეთესი ხუმრობები გაქვთ, ჯობია გააგრძელოთ. 50 ლარი არ არის ესეთი. ერთი მაინც. თან ორნი არიან, ანუ 25 ლარი გავა. მოდი, დავაგრძელოთ. გააგრძელოთ. მივესალმოთ მეგობრებო მათ გადაწყვეტილებას. აქსისტი რომ მიწკარა შეკითხება. აბა, ყურადღებით მეგობრებო, დრო გამოყენებულია დამატებითი 10 წამით, ამიტომ 1 წუთში უნდა ჩავეტიოთ და მაქსიმალურად კარგი ხუმრობები რაც გაქვთ, სტრატეგიულად დაალაგეთ და მოუყევით ჩვენს პატივცემულ ჟიურის. მოდი ვნახოთ ესეთი სიტუაცია, ტაქსისტი, რომელიც კათაფალკის მძღოლი იყო. ჩავთო დრო. დიახ. აი მე მოდი ვნახოთ ჩვენი შემდეგი სიტუაცია. კათაფალკის მძღოლი გახდა ტაქსისტი ახლა უფრო. უკაცრავ და გამიჩერეთ. ქერაგოგოებს უყვართ ლამბერსექსუალი ბიჭები, თუთმა დავარცხნილები, დაბანილები და წვერგაპარსულები არიან. ეს ნიკა გვარამია გაიცინეთ. მოჭადრაკემ მიიღო დოპინგი. მოდი, პაპასთან, მოდი. ქერაგოგოები ირაკლი ჩარკვიანის ახალი ალბომის გამოშვებას ელოდებიან. როგორ აძინებენ იულიუს კეისარს? ვე. სამწუხაროდ, ბიჭებო, თან ვერ დავლანდი, თან ტაქსის ხოლმე რა. ამოდენმე ვერსია. ტაქსი იყო წინ, ხან მიცვალებული წინ. არ დაიბნენ მე მგონი. ვერ დავლანდით რაღაცები. სულდი ბიჭები ნამდვილად არ არიან, მაგრამ დღეს ცოტა რაღაც ვერ ვიყავით ჩამოყალიბებული. კარგით. გული უნდა გწევათ ბიჭებო. წარმატებებს გისურვებთ. მასანგალის ამბავში. დახვეწეთ, იმუშავეთ ბევრი და ყველაფერი კარგად იქნება, მე ერთხელაც გაგიმართლებ თქვენ შეხოს ესე კი არ იქნება. დავაცილოთ მეგობრები, აპლოდისმენტები, მაგრამ სანამ წახოთ ჩვენი გადაცემის პარტნიორისგან, ავეჯის სახელი პანცილიონისგან განმოგეცემათ
ფას და კლების ბარათი ჩემო მეგობრებო. მატრასების ხაზი 5 მილიონისგან სრული ორთოპედიული ეფექტით. დიდი მადლობა თქვენ. კარგად წამოდგეთ. ხო, ეს არავის არ მოუგია თან. რაღაცნაირი დღეა. ნიკა გვარამიას მინდა გითხრათ, საერთოდ არ ქონია იუმორი. ნიკა გვარამიას. და თანხაც ვერ მოიგე. ვიხუმრე მეგობრებო, ვიხუმრე, იმიტომ რომ უნდა გავაგზავნო გადაცემა და გიორგი მერაბიშვილს მივესალმო თუ შეიძლება. გადაცემა ძალიან მოკლე. არ არსებობს ნებისმიერი გადაცემა მითხრა და არ გავიხსენო. ყოველ გადაცემას ვუყურებ. მე კი არა ინტერნეტზე გადავავლობ თვალ. ჩემი კურიოზები რა. ახლა ანეკდოტები და ისეთი რაღაცები არა. ჩემი ალალად რაც გადავხდენია, რაც ვიცი და რაც იმათი. შევეცდები 1000 რას, მაგრამ ერებაშვილი. საიდან მბრძანდებით? თამაშობით კასპიდანა ვარ, მაგრამ აქაც მოკითხვა. მიწაწყალი ყოფილ აქ ხარ. მაინც აკი რომ კასპელი ვარო. მთელი ხალხი მოვიდა მეგრელია უკან. კასპელი ვარ, კაც რატო არ მეგრელი რატო? გაგიგვირდებათ რა პირდაპირ. მაგაზე ყველა. დიახ, პირდაპირ ვიტყვი სოფელი ხოვლე. კასპის რაიონის სოფელი ხოვლე. დავკონკრეტდე კიდე. ივანე ჯავახიშვილის სოფელი სახმუზეუმის ყველაფერი. საჭიდაოც გვაქვს და რავი. კი ბატონო, თუ კიდე ჩვენ დავართ ბატონო ვახთან თქვენ და ჯექი ძიულიში მაინც ჰა. არა, მეგრელია ხო, ხალხი საუბრობს. ენაცოთ, მოდი დავიწყოთ, რა ვიცი, წარმატებით ვუსრულოთ, ბატონო, მე რა გიორგის ბოდიში და შეგვიძლია დავიწყოთ. რას წარმოგვიდგენ დღეს? ჩემი პირადი ცხოვრებიდან და ნამდვილი ამბები ალალი და რა ვიცი რა. თავარია სასაცილო იყოს. ყოველთვის მინდა ნიკა რომ რუსთავიორში გამოვიდე რაღაცა ის იყოს და გუშინად შემემთხვა ესეთი რაღაცა. დავინახე რუსთავიორი ამერით რაღაცა და ხომ არ ჩავრთოთ ბატონო გიორგი? ხო, ჩავთი რა. ჩავთო? ხო. 3-2-1? მივედი რომ მეთქი კომენტარი გავაკეთო რაღაცა ჩემი ცხოვრება. აღარაფერია რა ცხოვრება, ყველაფერი გაჭირდა და მივედი მომაწოდა მიკროფონი და მინდა კომენტარი გავაკეთო. არ მაჯახა ეგრევე თქვენ დიპუტატი ცნობოდა. არ ვიცნობ მამაზაღლი არ მინახია მეთქი რა ვქნა მეთქი გასო. გავგიჯდი მართლა არ ვიცნობ რა და ალეგოს გაეცნო და 50 ლარი აქვს ბატონ გიორგის მიულოცოთ მეგობრებო, გამოცოცხლდეთ აპლოდისმენტები. ora სინამდვილეებია და ვაგზელებთ? კი, ეხლა მინდა თქვენზე მოვყვე და ჩავთი. კი ბატონო, 3-2-1. თანამშრომელი მყავდა მეგრელი კაცო, შამჭამა აღარ შამილია. ყველაფერი იჩემა მაიკა დასვაში უმუშაობდი, წაიღო ის. რა გაგდბიჯო თქვენ კაი? ვინ არის თქვენი ყველაზე მაგარი? ვინ ყავთ კაცში რა არის? მე ვთხარი ვახობი ჩიკაშვილი. გასამბიო კანინო იმეგრელია იგი. დავაღე პირი ბიო, გამანებე თავი ვეუბნები, კაცი მინახია ყველაფერა. არა ბიო კანინო იმეგრელია, შეხედეთ უკიდა და გიმკითხე მაგას. ვიცახი რა გავქნა კაცო. ეხლა იმიტომ ვკითხე. წამოვედი მერე და რა უნდა მიქნა. ეხლა ეს თავი გადისვია დღეს ამ მთელი დღეა და ვერ ამჩი. ხო და რა უნდა მექნა? ნიძლავი ხო არ მოიგეთ? ხო არ დაენიძლავეთ იმ ადამიანს? მართალი ამბავია. ბიჭიკაშვილს ვათქმევინებ რუსთავიორის ეთერით რომ კასპიდან ვარო, ხო არ დაენიძლავეთ და ეხლა იქ რაღაც 1000 ლარი კი 100000 მოიგეთ იქნებ. ნუ 100 ლარი მოიგო ყოველ შემთხვევაში. არა, წამოსული. 100 ლარი გაქვთ ბატონო გიორგი, ვაგზელებთ? რავი, გავაგზელებ რა, ცოტა. ნერვიულო, მაგრამ ეს რო არ ვქარასო. ყოველ შესავალს ვიტყვი რა. 20 წლიდან დაცვაში ვარ რაღაცა იმეებში და ეხლა კი უმუშევაროა ვიღამუშაობს მართალია, მაგრამ ცხონებული კახა ბენდუქიძესთან მინდა 10 და არ დავიწყება იყოს და იმის ოჯახში ვიყავი დაცვაში და ერთი მაგარი უმორი. ჩავთო. სოფლიდან წამოვედი, ახლა გამემართლა, კახასთან მოხვდი ოჯახში დაცვაში, როგორ მინისტრი კაცი რაღაცა ყველაფერი. თავისვით იყონში, მე ჩემს კარგსავჭამ, კარგსავს ვარ, რა მინდა. იო ხელფასი მაქვს ყველაფერი და მოდის უყარა ხოლმე ცხონებულს გამოვიდო და დადიოდა. ყავზე ხეხლა იქ საჭმელი იყო, რაღაცა გვაჭმელი და ჩამეძინო ესე და მონიტორთან ვზივარ, დაცვის თანამშრომელი.
ჩამედინა გამოსულე კახა დადის შემოაყორტახი დამიდა იქა და გავახილე თვალები დავინახე ვიძახი ყასო ნუგეშინიაო რაღაცაო მე მოვყეთ რაღაცეები და ამიტომ აი კაცი იყო რა წონებული და ხო და ამ დაცვის იმაზე ეხლა მერის საფრთხეობაში ნიკას გაეცინა მეგობრებო მიულოცოთ 200 ლარი გაქვს ოხ კალაძე დამღუპავს კალაძეზე მაგარი ვიცი მაგრამ დამღუპავს შეგიძლია ისე მოყვები აი რო არ დამღუპოს მაგარი თუა წეგა რომ მოყევთ ხო მე არ გიჩვენ მაგის მოყოლას ან SMS-ად და გამოგვიგზავნე ან წერილობით თან დამატებითი დროც გამოყენებული. ბატონო გიორგი, თან 200 ლარი გაქვთ. ხელსარდელი არ მინდა გაგიშვა. აი და წავიდე ხვილო გვეყოფა. აბა ისე მოყევი ახლა კალაძეზე რას გინდა და მოყოლა. დამღუპავსო და. დამღუპავსო და. ხო და აღარ ღუპავს, აი. ეხლა ქართული ოცნება ხო მოვიდა რა და ხო ყველა პარტია აქა. როგორ გაიმარჯვეს რა და წინარეხელი ვარ და მოვიდა რა თელი სოფელი აბა უნდა დახვრიჟო. გადმოვიდა ეგასი და ვიღაცა ხო უნდა მივიდეს სოფლის ამბავი უთხრან კაცო. გაიგე ჩემი ბიძაშვილი და თავისი ამბავი უთხრა. ერთი შეხვდა რომ არ ეკაო სადღაც დაბლა ნაკვეთში შუქი არ მაქვს. რა იცოდა უკვე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნებოდა თუ რა იქნებოდა, გეგონება ჩაწყობილი. ოჰო, სოფელმა მეტი არ მითხრაო და გააქანეს სამი ბოძი დასვეს, გაჭიმეს მართული და დენი აქვს. იო, იმბერე სოფელი არის ეგ. ორიჩი. სწორი ქენით რო არის. გადავცეთ 200 ლარი მეგობრებო, აპლოდისმენტები ბატონ გიორგი, დიდი მადლობა. და ასევე ჩვენს გიორგის გადავცეთ ჩვენი პარტნიორისგან ავეჯისახლის პანსიონისგან ფასდაკლების ვაუჩერი პანსიონი ჭკვიანი ავეჯი. ესეთი სლოგანით. გავაგზავნოთ მეგობრებო, ხო? კი ბატონო. კიდევ საინტერესო დუეტი მოდის ჩვენთან ნაილი არუნაშვილი და ალეკო ჭიჭიბოშვილი. მივესალმებით. მე უყურებ გააცინება მოიგეს, იმიტომ რომ მომწონს. ეს არის ჩემი მარტო სიხარული ამ ქვეყნად. მე მას ცხოვრებისეული ხუმრობები ჩვენი მე არ მაინტერესებს ჯურის არც გაცინება, არც ფულის მოგება. მე უნდა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ქვეყნის ჩვენი ქვეყნის წყობა, არსებობა უნდა გამოვხატო ობიექტურად, რეალურად. მე საერთოდ არ მაქვს მოგების იმედი, უიღბლო. მოგზავნით ქალბატონო. დრო ხوار ჩავთო ქალბატონაი. ჯერ არა, შვილო, ცოტა ხესრი მიშლი. ტაში, დაგვაკლე. აპლოდისმენტები, დიდი. მიდი. გამიმხრევე ძალიან ეშინიან. ეხლა კარგით, ქალბატონაილი. ეხლა ჯერ გაგეცნობით, შვილო. ხო, კი ბატონო. ეს არის ჩემი შვილიშვილი, ალეკო ჭიჭიბოშვილი. მანავის მე-7 კლასის მოსწავლე. ჯერ ხო უფასოანი კარატო არ იცინით რომ სტიმული მემეჩეს, კაცო. მაცნობდა ეხლა გაცნობაზე ალექსანდრე ჭიჭიბოშვილი. ვეძახით. რა ვიცი, ნუ ახლა მაგაზე მე მითხრა. აჩამეთა. არა გენესო. ვეძახით სკოლაში აკუბარდიას და სოფელი ეძახის აკუბარდიას. გავს რაღაცით. ინგლისურ ენას ფლობს გრამატიკულად, ფუნდამენტურად. შარშანდელ ტურში მიიღო მონაწილეობა. კინგში, ინგლისურ კინგში. სუპერფინალში საქართველოს მასშტაბიდან გადავიდა 6%. მათ შორის ჩემი ალეკოშვილი. ალეკო ჭიჭიბოშვილი, ბღელა. ხო და ეხლა თამაში მას
აი ეხლა არა მისშავრა, აი ეს. ხო და მისცეს დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ მისცემდნენ დიპლომს სექტემბერში. 4-ჯერ ვარ ჩასული ქალბატონ სანიკიძესთან. არც ერთხელ არ ამიშომაღლა. ეხლა დაუნიშნიათ ჯაჯალავა. ფიზიკურად რო შევხედე აღნაგობით არ მომეწონა. უშედეგო ლაპარაკი აქვს. ხო არ დავიწყოთ ქალბატონო. დაიცა შვილო. დაიცა გულმა ვიწვარ. 11 უშედეგო ლაპარაკი აქვს. 11,000 მოსწავლე რო ჩაიჭრაო, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა. ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯიაო. აი ამ ყურემა, ამ დაყურებულმა ყურემა გაიგო ესა. ნეტა უფრო ძალიან დაუყურებულიყავი ამას ამბობს. ხოი საკურველებო, განათლების მინისტრი. ხალხო! ხომ არ დავიწყოთ ქალბატონო ნაილი? დავიწყოთ. ღელავს ეს ძალიან აღელავს. კაი, არ არის ანერიული არაფერი ხო ხედავთ ძალიან კარგი განწყობი დაგხვდით. დიახ, ვაიმე, ბოძის გიხდით შვილო, ხედელობა ცოტა ნაკლები მაგდა. თქვენ ბათქუნა და ბუთქუნა, ხო? დიახ. ბათქუნა და ბუთქუნა. ბათქუნა და ბუთქუნა, კი. მარტო თქვენ რამდენი ხანი გაუნა ვიცოთ შვილო, მარტო თქვენ შოუს ხაუყურე. ძალიან خوشი გაბედრეთ. არა, დავიწყო თამაში, უბრალოდ საინტერესო რო გახდეს მაყურებლისთვის. ეხლა პირველი ცოტა გამიღიმეთ, რომ სტიმული მემეწეს ეს ძალიან აღელავს. აბა ვიღიმიც უყოლარი დარბაზია. ეხლა არა, კაი, ეხლა რა თქმა უნდა გაგონი. რო დაიწყება. კი ბატონო. სასაცილოები ხო გაქვთ? უმრობები ხო გაქვთ სასაცილოები? მაგრამ ამ ხელასაკის ქალმა ერთუში მასწავლია. ამაშია საქმე. ეგ არის გადაცემა. ხო უყურებთ ამ გადაცემას, რა? დიახ. მერე ხუასწრებენ ხოლმე. აბა მიდი არის კი. აბა ყურადღებით მეგობრებო. თავარია პირველი შანსი მომწე. 3 2 ეგრე უკუმა არ დამითომე შენგენატონა. 1 2 არა მე ვისწავლე 1 2 3 არც გინდა დაკამოხტი და всё. დაკარი უკვე. ისა. ხო, ეხლა მე თვალები, ვაიმე უკვე. ეხლა მე 2 ოპერაცია მაქვს გაკეთებული თვალებისა შვილო. თვალთ ნაკლებად ვხედა. ყურებიდანაც ცოტა სმენა დაქვეითებული, შენი ყური არ გაგიხალტურონ. ყურებიდანაც ლარი მოიგეთ. გაეცინოთ. მოკლედ მე მივხვდი ახლა პარტი. არ დაიგერო ბოლოს დავთვალთ. ეს რატო ყავს მოყარი? ხო, ალექსანდრეს ფუნქცია არის რომ იქ უყუროს არ მოვატყუოთ რამე დროში რა. ბოლოს თუ გაგვიწი და პაპალა მიყოს ჯანდაბას. კი ბატონო, 50 ლარი მოიგეთ უკვე. უკვე? კი. გილოცავთ. ვაგზელებ თამაში. მადლობა შვილო, ხელით შემოგართო თუ რა? არა, ჯერ არა. კაი. ეხლა სად ხო, დაიცა არ მინდა. ხო და მე ორივე თვალის ჩათულია შვილო. არა ჯერ. არ არის ხო? ჩათიება. დაიცა არ დამთო. ისა ორივე თვალის ოპერაცია მაქვს გაკეთებული და მხედველობა ძალიან ნაკლები მაქვს, სულ ეს დიდი ისტორია არის. ჯავრისუნა როგორ გამთხარფალი. ხო და ისა ყურებიდანაც ცოტა სმენა დაქვეითებული ვარ შვილო და ძალიან გულმა ვიწყი გავხდი. სოციალურად და უცველიცა ვარ. არაფერი შეღავათი არ არის ჩვენზე. ვაი, მე არაფერი შეღავათი არ არის. მიდი ახლა შენ. სიცხვილეა ბეჯო. აი მე რა ვქნა. 100 ლარი მოიგეთ. რამდენს ვიცინი თქვენზე, რამდენს ვიცინი და ეთყობა ჭრელით ხა, გარედან სუქანი ჩაასო. ბანკის ვალი ხوارა და დღეს ჩემ ყისმაზე არ იღიმები შვილო. სუთაღლი ისეთი რეკლამები აქვს, რომ სუთაღლიტებიან შეყრილი. 100 ლარი მოიგეთ, ქალბატონო. აქვს მოხსნილი მაგრამ. 100 ლარი ხო? ქალბატონო, 100 ლარი მოიგეთ, როგორ არ იღიმიან? იცინეს ალეკო პირდაპირ. ამ ხედელობა რო არა მაგრამ. ხო. ქალბატონო ნაილი, 100 ლარი გაქვთ. უკვე? ხო. კი.
ჯერ სათქმელი არ მითქვი არაფერი. მე თქვით სათქმელი, აბა რატომ ვთხოვთ? მაშინ გაიცინეო, თუ აბელი გითხრია. ჩავთო. ეხლა თქვენზე უნდა გადმოვინაცვლო. აგრძელებთ თამაშს თუ იღებთ ასლარს? შენ რომელი თქვი ახლა? სირცხვილი. ეხლა იყო სირცხვილია სირცხვილი, მაგაზე დაიცა გავიცი. შულო დაიცა. თქვენ იცით ხო რომ შეიძლება დაკარგოთ ასილარი თუ ვერ მოვიგეთ? ვიცი, მაგრამ ეხლა გინდა დავკარგო უნდა ვთქვა. ჩამიცი შულო. ატომაცუნა რეკლამას რომ აკეთებთ. რეკლამას რომ აკეთებთ. მიირთვით ატომაცუნა მზესუმდირა და დაიცა გაიგო ნუ მისითხეთ. მიირთვით ატომაცუნა მზესუმდირა და დაემშვიდებითო, შვიდათ უყურებთ ამ ცხოვრებას და ამ ქვეყანასო. ხო თქვენი სიტყვებია. რატო იმას აღარ ამბობთ რომ ერთი ფერფლი რო პირიდან გადმომივარდეს, ეგრევე უნდა აწონონ და უნდა დამადონ 180 ლარი კისერზე. ჯარიმა. ვაიმე დამავიწყდა, მიდი ახლა შენ თქვენ. მიდი. რა თქვა? აგე გაიძინა, ვაიმე ისეთი მაგრისები მაქვს. მიდი. ვერ ასწრებ თუ ის ყველა გვაწოდებს ქალბატონი ნაილთავს ისე კარგად დაინახა ოდნავ რომ გავიღიმე ახლა გამოგიკეთოთ მზერა დაიცა ზერა განასუბრმა 200 ლარი გაქვს ქალბატონი ნაილი 200 მოდი 200 ლარი გვაქვს მოდი ახლა კი საინტერესო ტყვევი ძალიან რაღაცებს ვარა მოდი ახლა ხუმრობების რო გავურიოთ ხო იქნება უკეთეს უნდა დავიწყო ხო და იმიტომ გითხარით შანსი მომეცით მეთქი შვილო ხო და მე ფიქრობ რომ რა შანსი მოგცეთ 200 ლარზე ისე ახვედით რომ ხუმრობა არ ქონიათ და მეტი ჯერ არაფერი გიხუმრეთ 200 ლარი გაქვს მოგებული ახლა მოდი ვიხუმროთ როგორც სერიოზულად გეუბნებთ ამას მე ხო აღნიშნე ჯერ არ დამიწყია მეთქი ხო აღნიშნე კარგი კი ბატონო აჰა მაგრამ დაიცა ეხლა ერთი უნდა ვთქვა როცა ესე როგორც განიშნებ დაიკა ერთი აგრძელებთ თამაშს თუ 200 ლარს ვაგრძელებ და როცა გითხრა მაშინ დაიკარი და შენ რა სიტყვა ეხლა დაიცა ზექალაჩი სამივე თქვი ხო ზექალაჩი თქვი ეხლა ჯერ დაიკრაშო ეხლა ხო კარგად ავდგებარ შვილო მიზანში რომ ჩვენ თავრობას უნდა მივმართო კარგად ავდგებარ სერიოზულად ვამბობ დიახ მიზანში გიხართ ხო კარგად ავდგებარ ხო ეხლა უნდა მივმართო ბატონ ჩართული გაქვს შვილო ჩართო ჯერ არა უნდა მივმართო ბატონ ჩვენ თავრობას ბატონ კვირკვილაშვილს ბატონ ჩერგენკო კვირკვილაშვილი და ჩერგენკო განავი ვერკვევი შვილორებია ვინები არიან ეგენი ჩერგენკო სოციალურია ხო უნდა მივმართო ბატონ კვირკვილაშვილს და ბატონ ჩერგენკოს და მათ ჩამიწე და მათ გლავ ნაჩანი გამგებელ ივანიშვილს თუ ვინიცობა იქ უნდა ვიყურო თუ ვინიცობა მოხდა რომ ჩვენ აქ ფული მოვიგეთ აქ თანხაზია ლაპარაკი არ გაბედოთ სოციალური შეგვიწყვიტოთ თორე ვაი თქვენი ტყავის ბრალი დავიხმარებ ნათელაშვეს სერიოზულად ვამბობ და ჩაგიტანთ იმპორტულ ქვეყნებში ჯუშთან ტრაპლინთან მესამე ბრავო ტრაპლინი ახლა გავუშვით მაგის წინ იყო ჯორჯ ბუში ტრაპლინი და ისა ეხლა დამარიცხე ობამა ობამა აბრა ობამა კობამა დამავიწყე ობამა თქვა ეხლა რამდენზეა 400 ლარი მოიგეთ მიულოცოთ მეგობრებო 400 ლარია გაიამ თემონი ჯობია რომ ავიღოთ ეს თანხა ვაიმე ივანიშვილზე რო არა ვთქვა მე მაგ გულში ფულიც არ მაინტერესებს ეხლა თქვენ არა თანხა აიღეთ და თამაში გარეთ თქვით კაცო რა პრობლემაა რას ვაკეთებთ თქვენი გადასაწყვეტია წყვეთ თუ ვაგრძელებთ თამაშს მოდი ეხლა მე რეპეტიცია გავიარე და შემდეგში ძალიან გავაგრძელებ შვილო ეხლა რო ჩავიჭერა მაგრამ ივანიშვილს მაინც უნდა მივმართო იმის ვინა ვარ კი ბატონო ავიღოთ თანხა და მივმართოთ ივანიშვილს შარვალი ჩაიჭრა ისე
იულო ცოტა ხასილარი მეგობრებო. ებოს მიეცი თუ არა ეგ ისეთი საკში მომაკითხებს. აჰა, მივეცი ახლა. ხედველობის ამბავშიო რაღაცაო და აგერ გაიყავი რაც მინდა. კარგი, დიდი მადლობა ქალბატონაილი რომ მობრძანდი ერთად ჩვენთან. მოაძლევ 400 ლარიანი არ არის. უნდა მიმართოს იმაში. მაშინ დავიწყოთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე, ამიტომ აიმე, მე ხო სულ ბოლო ვარ, შვილო და. დიახ, მაგრამ უბრალოდ გავთიშავენ ახლა ანძიდან. ანძიდან გავთიშავენ უკვე. გავთიშავენ, ჩქარა ვქნათ. მექანიკურა? ხო, აბა. ხო, დაიცა. ხო. ეხლა მიზანში ვდგევალ, პირდაპირ უნდა ვიყურო, ხო? თქვენ ბატონო ბიძინი, ძვირფასო ბიძინი და ძვირადღირებულო ბიძინი. თქვენ ახართ თუ შეიძლება წაიკითხეთ ბიბლია, სადაც წერია რომ ადამიანები თავისი განვლილი პერიოდის საქმებისამებრ წარსკებიან მართლმსაჯულების წინაშე იმ ქვეყნად. თქვენ როგორც მე იმედის წყაროებიდან ვიცი აბა იმას არ ესმის არა გაქვს ჩართული და როგორ უნდა გავაგებინო ესმის ბატონი ბიძინა გისმენთ ახლა არაფერს არ მისმენთ მე ვერ მოვედი არზე ტყუილად ავყოფი ბატონ ბიძინას გაეცინა და თქვენ მოიგეთ მილიარდი მე არა იმის და უნდა მიმემართნე იმის უნდა ჩამოსული რომ თქვენა გაქვს როგორც იმედის წყაროებიდან ვიცით 12 მილიარდი. ეს 12 მილიარდი ჩადებული გაქვთ ბანკში პროცენტიან ბრუნვაში. სადაც ჩემი აზრით 12 მილიარდი იგებს 1 მილიონს. აი შეკაიკაცო ამ გაჭირებულ ხალხსა ჯერ ერთი ბუჯა მიეცი ქუმშიაშვილს ჩაქცეულ ერთი ბუჯა კიდე ჩემნაი წაქცეულ და გაქცეულ ამით ავტომატურად მოადენ ღლარცას 64-ში მეორე საქმეც კარგი იქნება ეს ფული დატრიალდება ჩვენს ქვეყანაში და ლარი დავარარაციონალურდება აბლოდისმენთ დიდი მადლობა ქალბატონაილის კარგად დადებოდა ქალბატონაილი მაგრამ ხელსარიელი მაინც არ გაგიშებ ავეჯი საქმე მანცელიონისგან ჩვენი პარტნიორისგან გადმოგეცემა ასევე ფასტაკლების ბარათი ნახვამდის ალექსანდრე ნახვამდის ქალბატონო ნაილი დიდი მადლობა რომ მოხვედით ესეც საინტერესო სტუმარი ყავდა დღეს გადაცემაში ჩვენ კი შევაფასოთ დღევანდელი გადაცემა ძალიან ცუდად დრო დაგვჭირდა კი ბატონო უცებ გამოვყოფ ჩვენ ბოლო დუეტს თუ ასე შეიძლება ითქვას მაგრამ ძირითადად მაინც მარტო ნაილი ბრძანდებოდა უთქმელი ქალბატონი უენო რომელმაც დაგვამახსოვრა თავი ნამდვილად რა ვიცი ჩემი აზრით უფრო შედეგიანი მინდოდა ყოფილიყო მონაწილეებისთვის ეს დღევანდელი გადაცემა თუმცა ხანისია ხანასე ზოგი იგებს და ზოგი ვერ იგებს მე მადლობა მინდა ტრადიციულად მათ გადაუხადო კი ბატონო რავი ჩემი სათქმელი ქალბატონმა ნაილი თქვა და მე მგონი დავამთავროთ გადაცემა. კი ბატონო, მეც მაინც შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელსო, ჩვენი გადაცემის პარტნიორია ბელგიური ჭკვიანი დივნები მანცილიონისგან, ის გიცნობს თქვენ, იმახსოვრებს თქვენ საყვარელ პოზიციებს და გიქმნით კომფორტს. მანცილიონი ნიშნავს ხარისხს. დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო, დიდი მადლობა თქვენ. ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, იმედია, საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა, ჩვენ ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს.